ჯგირობუა ჩქიმ საოროფო ზუგით და ჩქიმ საოროფო სამარგალო ეჯდოამ ჯგიმათუთას საქართველოს ქვერსემ გომორძგუა და მარგალურ ნინაშ რინაკი მემხვამავდას მოგესალმები ჩემო საყვარელო ჩემო საამაყო ჩემო მშობლიურო ზუგდიდო და სრულიად სამეგრელო. მაქვს პატივი დღეს მოგესალმოთ ყველაზე ევროპული ქალაქიდან, ზუგდიდიდან და სამეგრელოდან. სამეგრელოდან, რომელიც ყოველთვის იყო ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს მთავარი ბურჯი. და ამ ყველაზე ევროპული ქალაქიდან მე მინდა მივესალმო ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს სამეგრელო და სამეგრელოსაც განსაკუთრებულად უყვარს ის. ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი გააკეთა ზუგდიდისთვის და სამეგრელოსთვის. ადამიანი, რომელმაც ააშენა ანაკლია. ადამიანი, რომელმაც ააშენა განმუხური, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ანაკლიის პორტის იდეას. ადამიანი, რომელმაც 90-იანი, ბნელი 90-იანი წლების შემდეგ რწმენა განვითარების დაუბრუნა ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს. ადამიანი, რომელიც ეხლა რუსული რეჟიმის ტყვეობის დროსაც ზრუნავს ზუგდიდზე და სამეგრელოზე, რადგან ის იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებს სჭირდება გადარჩენა და განვითარება და სწორედ მისი ინიციატივით
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ისტორიაში იქნება პირველი პარტია, რომელიც თავის საარჩევნო პროგრამაში იტყვის, რომ მეგრულ სვანურ, ლაზურ და წოვათ უშურს სჭირდება მხარდაჭერა და განვითარება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მინდა მივესალმოთ. მე დავიბადე და გავიზარდე 90-იანი წლების ზუგდიდში და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი იყო ზუგდიდი 90-იან წლებში. მახსოვს ჩემი თაობის ზუგდიდელები, რომლებიც გაექცნენ აქ უშუქობას, სიღარიბეს, გაექცნენ უიმედობას. მე მახსოვს დევნილები. 10,000-ობით აფხაზეთიდან დევნილი დღესაც ცხოვრობს ზუგდიდში და მე მინდა დიდი სითბოთი და სიყვარულით მივესალმო მათ. საქართველომ და განსაკუთრებით სამეგრელომ იცის 90-იანი წლები და გამოვლილი აქვს 90-იანი წლები. ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს ბოდის არ მოუხდის მტერს და ოკუპანტს. ზუგდიდი და სამეგრელო არჩევს ვინ არის ოკუპანტი, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. 26 ოქტომბერს ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის ისტორიული არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ საქართველოში გვინდა ჩვენ ცხოვრება. სადაც გადაწყდება ქართული სახელმწიფოს არსებობის თუ არარსებობის საკითხი. გვინდა საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობით, ევროპული კეთილდღეობით, სადაც ბავშვებს არ შეათ, სადაც პენსიონერებს წამლების ყიდვის არ ეშინიათ, რომ ფული არ ეყოთ, სადაც ემიგრაციაში არ გარბის ხალხი. თუ საქართველო, რომელსაც მართავს ერთი შეშლილი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას მოსიარულე ბუდკით ელაპარაკება. ზუგდიდს და სამეგრელოს არასოდეს არ შეშლიათ არჩევანი. 2012 წელსაც, როდესაც ოლიგარქი ხელისუფლებაში მოდიოდა, ჯერ კიდევ მაშინ ზუგდიდმა და სამეგრელომ უარი უთხრა ოლიგარქს. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ძალიან ამაყად იტყვის თავის სათქმელს. იტყვის, რომ ზუგდიდი და სამეგრელო არ ღალატობს ციხეში მჯდომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ბოლომდე უერთგულებს მას. ამიტომაც ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იქნება გამარჯვებული ზუგდიდში, სამეგრელოში და სრულიად საქართველოში. გომორძგუა მარგალებს. და მე მინდა ეხლა სცენაზე მოვიწვიო ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი რაღაცით არის სამაგალითო. მაგრამ განსაკუთრებით სამაგალითო არის ქალებისთვის და არის мотиваცია ქალებისთვის, რომ მეტი იყვნენ პოლიტიკაში. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ზუგდიდს, მივესალმები სამეგრელოს. თქვენ ჯგირობუა ზუგდიდარებდო, თქვენ ჯგირობუა სამარგალო, ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად. დღეს ვარ ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ სამეგრელოში. არის ძალიან დიდი პატივი, რომ მივმართო ხალხს, რომელმაც ყველაზე კარგად იცის საკუთარი ტრადიციების, მიწის, კულტურის და რაც მთავარია, თავისუფლების ფასი, ყველაზე ძვირფასი, თავისუფლების ფასი. მეგრული ენა, სიმღერა, ტრადიციები საქართველოს მრავალფეროვნების და უნიკალურობის სიმბოლოა და ქმნის ჩვენს საერთო ეროვნულ იდენტობას, რომელიც უნიკალურად ქართულია და ამავდროულად ჭეშმარიტად ევროპულია. სამეგრელო ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოს ისტორიაში. სწორედ სამეგრელოდან, მარტვილის მონასტერში, გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილმა დავით აღმაშენებელმა შექმნა ქართული ძლიერების ჯერ არ ნახული ისტორია.
დიახ, სწორედ სამეგრელოდან პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წალენჯი ხიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ისტორიაში მოუტანა ყველაზე დიდი წინსვლა და ყველაზე დიდი აღმშენებლობა 2003 წლის შემდეგ. ზუსტად ეს აშინებს ივანიშვილს. ზუსტად ის აშინებს, რომ იცის, როგორი გაუტეხელი, როგორი მამაცი, როგორი ერთგული, როგორი თავისუფლების მოყვარია მეგრელი ხალხი, როგორი თავისუფლების მოყვარია სამეგრელო. ივანიშვილის ამ შიშის გამოვლინება იყო ზუსტად ცოტა ხნის წინ ზუგდიდში თავდასხმა ჩვენს მხარდამჭერებზე, ანი წითლიძეზე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებზე. დიახ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების შიშის გამოვლინება. მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდამჭერები ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ ზუგდიდში, საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, ჩვენს პროგრამას, თუ როგორი იქნება საქართველო, მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული წევრი. ამ დროს აკვარიუმით მოსიარულე დამრთხალი ივანიშვილი, რომელსაც გარწმუნებთ, სულ მალე ამერიკული ფინანსური სანქციები ემუქრება. ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას და ქართველ ხალხს ოკუპანტის წინაშე ბოდიშის მოხდას თხოვს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია სამშობლოდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუპოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პრეზიდენტის სააკაშვილის სახელით, რომელსაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის გამო რუსული რეჟიმი დღეს დევნის, მერაბ კოსტავას სამშობლოდან, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან, კიდევ ერთხელ მინდა გავაგონო ივანიშვილს ჩვენი ხმა, სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას. გპირდებით ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით. გპირდები ზუგდიდს, გპირდები სამეგრელოს, გპირდები მთელ საქართველოს. ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ძალიან მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას და დიახ, ევროპულ პასპორტს. აქ ზუგდიდში თქვენ ყველაზე კარგად იცით რეალურად რა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მთავარი გასაღები. ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი გასაღები სწორედ ევროკავშირის პასპორტშია, სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაშია და ამიტომ 26 ოქტომბერს მე მჯერა ზუგდიდი, სამეგრელო, მთელი საქართველო აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას. მე მჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენ ავაშენებთ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის იდეა სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. სამეგრელო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო კარიბჭე. შეიძენს მთავარი ეკონომიკური, სტრატეგიული, ცივილიზაციური შემაკავშირებლის როლს. საქართველო ისევ გახდება მსხვილი რეგიონული მოთამაშე. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ კვლავ შევქმნით საქართველოს წარმატების,
წინსვლის და აღმშენებლობის ისტორიას, ქართულ საოცრებას, რომელიც შთაგონების წყარო იქნება მთელი მსოფლიოსთვის. უზომოდ ამაყივარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, ქალბატონი გიული ალასანია. ქალბატონი, რომელიც განასახიერებს ერთის მხრივ დედობრივ სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოუდგენელ სიმამაცეს და გაუტეხელობას. ქალბატონი, რომელიც ერთის მხრივ დიდ ტკივილს ატარებს გულში, მაგრამ მეორეს მხრივ დიდ გაუტეხელ გამარჯვების რწმენას, გამარჯვების, რომ სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანობით ნაციონალური მოძრაობა 26 ოქტომბერს გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. უზომოდ ამაყივარ, ქალბატონო გიული, მოგესალმებით და გთხოვთ სცენასთან. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. დღეს რომ მოვედი აქ და დავინახე ეს ჩაბნელებული ზუგდიდი რომ დავინახე, ისეთ გამახსენდა 90-იანი წლები. მე პეკინის ქუჩაზე ვცხოვრობ და გამახსენდა აი ეს წლები, როდესაც ხალხი გამოდიოდა და საბურავებს წავდა ქუჩაში და აი ესე აბზადებდნენ იქ სადილს და ორ დღეში ერთხელ რო გვაძლევდნენ 1 საათი დენს და შემდეგ მოხდა სასწაული 2002 წელი, 3 წელი და შემდეგ და მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და გაანათა, ქვეყანა გაანათა და ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, ახალი გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას. მე ამის ძალიან მჯერა. ჩვენ არ ფინიშის ხალხზე ვართ. ძალიან ცოტა დაგვრჩა 26 ოქტომბრამდე. გვაქვს აი ესეთი კრიტიკული პერიოდი, უნდა გაკეთდეს ეს განსაკუთრებული არჩევნებია. ჩვენი ყოფნა არ ყოფნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაიჭრას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი მთელი მოსახლეობა დარწმუნებული ვარ ეჭვმება გააკეთებენ სწორ არჩევანს. საქმე ის არის, რომ საქართველომ მრავალი საუკუნის წინ გააკეთა ეს არჩევანი. უკვე პირველი საუკუნიდან, როდესაც მოხდა ქრისტიანობის გავრცელება ჩვენ ქვეყანაში, მათ გააკეთეს უკვე არჩევანი დასავლეთზე და შემდეგ ცოტა ხნის შემდეგ დამკვიდრდა ქვეყანაში მიწაზე კერძო საკუთრება. აი ეს ქრისტიანობა და მიწაზე კერძო საკუთრება იყო ის ღერძი, რომელზედაც იდგა ჩვენი სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე. რა თქმა უნდა, გქონდათ ჩვენ ხალხს სხვადასხვა კულტურებთან, სხვადასხვა ცივილიზაციებთან შეხება, მაგრამ აი ეს იყო ის ღერძი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და დღესაც იგვდგებართ. დღესაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ დასავლეთი. დასავლეთის ნაწილი, მე ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება. და 26 ოქტომბერს მე დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება ის ერთადერთი სწორი არჩევანი. მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელიც მინდა თქვენ მოგაწოდოთ და მინდა რომ გაავრცელოთ. სხვადასხვა არჩევანი გააკეთეს ჩვენმა ადამიანებმა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი შვილი თავიდანვე მოუწოდებდა საზოგადოებას გაერთიანებისკენ. ეს გაერთიანება მისი აზრით იყო გადარჩენის ყველაზე უტყუარი პირობა. ვერ შედგა სამწუხაროდ ეს გაერთიანება, როგორც წარმოედგინა ჩემშვილს. დღეს გვაქვს ის სურათი, რომელიც გვაქვს. მაგრამ არის რაღაცა გაუგებრობა, იცით, ეს ადრეც ხდებოდა ხოლმე, რომ თქვათ იმის გამო, რომ ეს ძალიან ისეთი პოპულარული სახელი იყო, მოგეხსენებათ, აღიარებული სახელი მიხეილ სააკაშვილი. ბევრს უნდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ რაღაცის გამო ვერ იყვნენ მასთან, მაგრამ ამბობდნენ საზოგადოებაში, ავრცელებდნენ აი ამცეთ ინფორმაციას, რომ ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მაგრამ სინამდვილეში ხმას აძლევდნენ
სხვა პარტიას. დღესაც არის ასეთი შემთხვევები, ხა მე დავდივარ, ხვდები ხალხს და ვხედავ, რომ ისევ არის ეს გაუგებრობა, გარკვეული გაუგებრობა და მინდა ყველას უთხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი მიმდევრები, მისი თანამებრძოლები, ეს არის 5 ნომერი, 5 მხოლოდ. მე ყველას უსურვებ გამარჯვებას, ვინც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შედარჩუნებისთვის. ყველას უსურვებ წარმატებას და წინ გამარჯვებისკენ. დიდი მადლობა ქალბატონო გიული. მე სანამ წარვადგენ ადამიანს, რომელიც სცენას უნდა ამოვიდეს, მანამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო 12 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი თანამებრძოლი დავკარგეთ. და ერთ-ერთი ასეთი ჩვენი თანამებრძოლი, რომლის შვილების და ოჯახიც არის დღეს წარმოდგენილი აქ. იკა გაწერელია, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და მე მინდა მივესალმო ეხლა მის ოჯახს და მინდა მივესალმო გმირი მამის შვილებს. დიდი მადლობა. ეხლა მინდა ვთხოვო სცენაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კობა ნაყოფიას. მუჭორეთ მარგალები. გამორწგოა თქვენ. ძალიან ცოტა დრო რჩება, ჩემო ძვირფასებო. გამარჯვებამდე რჩება ძალიან ცოტა დრო. 26 ოქტომბერს წერტილი დაესმევა რუსული რეჟიმის მმართველობას საქართველოში. რუსეთის წარმომადგენლის ოლიგარხ ივანიშვილის მმართველობას საქართველოში და რუსული ოცნების მმართველობას საქართველოში. ჩვენ აუცილებლად 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება, მეგობრებო. თუ დადიხართ ქუჩებში, ხვდებით ადამიანებს, მათ ესაუბრებით, თქვენ ვერ იპოვით ვერსად, ვერც ერთ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას. ძალიან ძნელად საპოვნელია ეგეთი ადამიანი. ერთადერთი ხა გრჩება ჩვენ, დავიცვათ ჩვენი ხმები. დავიცვათ ის ხმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ განვითარებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყნის აღმშენებელი ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, მიხეილ სააკაშვილი, გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი, რომელსაც პუტინი ახორციელებს ნამესნიკების, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მეშვეობით საქართველოში. ეს არის ზუსტად ის ფორმულირება, რაც ნამდვილად ჩვენ ვხედავთ და თელმა მსოფლიომ ეს აღიარა. ის გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ის ისჯება პუტინის მიერ მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი სწრაფი განვითარება სახელმწიფოსი, რომელიც იმყოფებოდა მათ გვერდზე. თქვენ გახსოვთ, რამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან, მაგრამ საქართველო მაინც მიდიოდა წინ. თქვენ გახსოვთ უშუქობა, თქვენ გახსოვთ უბედურება, რაც ხდებოდა 90-იან წლებში და 2000 წლის დასაწყისში. მაგრამ ისიც კარგად გახსოვთ, რა სწრაფი ნაბიჯებით ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა. დღეს საქართველომ დაკარგა 12 წელი. 12 წელი დღეს ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა ძალიან დიდი მუნიციპალიტეტი, სადაც ალბათ რომლის მოსახლეობა ჩემი გათვლებით კი არა, ზუსტად ასეთ გათვლებს ეყრდნობოდა ის პროექტი, რა პროექტსაც ახორციელებდა მიხეილ სააკაშვილი, დაახლოებით 9 მილიონიანი
ქალაქი უნდა ყოფილიყო. მე მახსოვს ის გეგმები და თქვენც გახსოვთ, ჩემზე კარგად, ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩემო სამეგრელო. აქ ბევრ ადამიანს ვხედავ აფხაზეთიდან. დიდი მადლობა თქვენ, მეც იქიდან გახლავარ და მადლობა ყველანი ერთად. ჩვენ განვითარდებით, ჩვენ დავაბრუნებთ და ავაშენებთ ლაზიკას. განვითარდება სამეგრელო, განვითარდება მთელი საქართველო. აი ამ უძრაობას რაც ხდება, აი ამ უბედურებას რაც ხდება, მოეღება ბოლო. და კიდევ ერთი, რაც მე მაწუხებს და ალბათ თითოეულ თქვენთაგანს. ჩვენ არასდროს არ მოუხდით ბოდიშ მტერს. მე აფხაზეთიდან ვარ და ძალიან კარგად მახსოვს იქ რაც ხდებოდა. არაფერი არ მაქვს, არავისთვის არ მაქვს ბოდიში გადასახდელი. აქეთა აქვს პირიქით. ჩვენ მზად ვართ ყველას ვაპატიოთ, მაგრამ ბოდიშს ჩვენ არავის არასდროს არ მოუხდით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები. და მტერს განსაკუთრებით რუს ოკუპანტს ჩვენ ბოდიშს არასდროს არ მოუხდით. მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ძალიან ცოტა დრო რჩება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ. გამარჯვება უკვე ჩვენია. ის არის მხოლოდ გასაფორმებელი. გამარჯვებას გავაფორმებთ, მიხეილ სააკაშვილი ჩვენთან ერთად აუცილებლად ის იქნება თავისუფალი და ის გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას. ახლა სცენაზე მინდა მოვიწვიო ახალგაზრდა პატრიოტი, ძალიან მაგარი ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი იგორ ნარმანია. გამარჯგუა ჩქიმ საოროფო სამარგალო. გამარჯგუა სიქიმ საოროფო მარგალები. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი და საამაყოა თქვენს წინაშე წარდგომა. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ეს არის ჩემი ოდაბადე. თქვენ იცით რომ აქ გავიზარდე და აქ დავიბადე. თქვენ იცით რომ სამეგრელო ობიექტურად ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს. სამეგრელო ყოველთვის იდგა პირველი პრეზიდენტის მხარეს, ზვიად გამსახურდიას ერთგულად. სამეგრელო იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილის ერთგულად. და მე მინდა მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მივესალმოთ აქედან, მთელი სამეგრელო. ძალიან ბევრს დავდივართ და ძალიან ვწუხართ, რომ მთელ საქართველოში არის ეს პრობლემა. განსაკუთრებით სამეგრელოში. ძალიან ბევრ ჩემს თანატოლს, ჩემი თანატოლის მშობლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა. მაშინ, როდესაც აქ უნდა აშენებულიყო ახალი ქალაქი ლაზიკა. მაშინ, როდესაც აქ უნდა აშენებულიყო ანაკლიის პორტი, რომელიც იქნებოდა მშვიდობის, თავისუფლების და ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის მთავარი გარანტი. მაგრამ დღეს ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ სიდუხჭირე შემოთავაზა სამეგრელოს. განსაკუთრებულად ზულს მეგრელები, განსაკუთრებულად ზულს თავისუფლების მოყვარე ადამიანები. იმიტომ რომ ის ვერ იტანს თავისუფლებას, იმიტომ რომ ის ვერ იტანს თქვენსავით თავისუფალ ადამიანებს. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ არც საქართველოს, არც სამეგრელოს, არც ერთი ქალაქი, არც ზუგდიდი, არც სენაკი, არც წალენჯიხა, არც საბაშა, არც ჩხოროწყუ, არც წალენჯიხა არ მოიხდის ბოდიშს ოკუპანტების წინაშე. მე მინდა ახლა წაგიკითხოთ მიხეილ სააკაშვილის წერილი თქვენდამი. ჩემო უსაყვარლესო ზუგდიდელებო და ზოგადად ჩემო მშობლიურო მეგრელებო. ლაზიკის სპორტის და ქალაქის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 10 წლის წინ და ახლა ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა ერთი დიდი აგლომერაცია, როგორც ათენი და პირია და თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იქნებოდა საქართველოში. ყველაზე მაღალი ხელფასებით კავკასიაში. ივანიშვილმა, რომელსაც განსაკუთრებით ეზიზღება საქართველო და ხაზგასმით ვერ იტანს სამეგრელოს, თავისუფლების მოყვარების და სულისკვეთების გამო გააჩერა ლაზიკის პროექტი
ფოთი ყულევის საზღვაო ზოლის განვითარება, შეაჩერა ფოთი ლაზიკის მშენებარე აეროპორტი, მოკლა ანაკლია და განმხური. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვეთ 26-ში და როგორც ყოველთვის ჩვენი გამარჯვება დაიწყება სამეგრელოდან, სადაც პირველად დავადგი ფეხი საქართველოში დაბრუნების შემდეგ და სადაც ნაციონალური მოძრაობა ყველა გამოკითხვით დამაჯერებლად ლიდერობს. ასევე ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა, გავანეიტრალეთ სეპარატიზმი ჯავახეთში და აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსაც.
თქვენ გოლუაფრო სამარგალო. აბა ბიძინა ივანიშვილს ვანახოთ რამდენი ვართ? ტელეფონები? ბევრი ვართ, ბევრი და კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან. მე მინდა ეხლა სცენაზე მოვიწვიო ადამიანი, რომელმაც დაამარცხა წალენჯიხაში უპირობოდ რუსული ოცნება. ერთადერთი ოპოზიციური მერი ჩემი მეგობარი გია ხარჩილავა. თუ ისალმებაზეა საუბარი, გამარჯვება. გამარჯობა და გომორწგუას ერთად გაუგნებით საერთო საფუძვლიანი კოლხური საწყისებიდან. ქართულმა ოცნებამ ჩაწეხლა ყველაფერი, რაც სახელმწიფოს უკავშირდება. ყველა ტრია და მოსპო ღირსება, თავისუფლება, სიცოცხლე, რაც ადამიანის მთავარი უფლებებია. ღირსება კვებავს თავისუფლებას და როცა ის შეეხო ბოდიშის მოხდას, ის საქართველოს ერის ღირსება შეეხო და საქართველოს წალენჯიხა ზუგდიდის სამეგრელო ბოდიშს არ იხდის. ღირსების ნაკვები თავისუფლებაა ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორია და ეს თავისუფლება, რომელიც ღირსებით ნაკვებია და ათასწლეულობით გამოუვლია, ის თავისუფლება კვებავს ყველა ჩვენს გულსა და გონებას და ამ თავისუფლებას ღირსებით ნაკვები თავისუფლების შეხება ვერ შეძლო მიხაილ სააკაშვილთან საკანშიც 4 კედელში და მივესალმოთ მას. მესამე მთავარი უფლება სიცოცხლის უფლება და ქართულ ოცნებას ქართველობის საცხოვრისად არ მიაჩნია ჩვენი სამშობლო. ემიგრაციაშია ნახევარი საქართველო და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. შემდეგი სახელმწიფოებრივი საფუძვლები. ევროპა დგას ბერძნულ დემოკრატიაზე, რომაულ სამართალზე და გოლგოთის მისტერიაზე. სასამართლო მიტაცებულია, სამართალი საქართველოში არ არსებობს. დემოკრატია საქართველოში არ არსებობს, საარჩევნო სისტემა მიტაცებულია და გოლგოთის მისტერია, ეკლესია, რელიგია თავისი კრებსითი შეტევებით სამინისტროდ გადაქცევა დააპირა ბიძინა ივანიშვილმა ეკლესიის, თუმცა გადავრჩით კიდევ დარჩენილან კეთილგონიერი საეკლესიო მოღვაწეები. სახელმწიფო უნდა დავიბრუნოთ. მიტაცებულია ჩემო კეთილო მეგობრებო და ყველა კომპონენტი, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არ ეკუთვნის ქართველ მოქალაქეს. სახელმწიფო არ გვეკუთვნის ჩვენ. მიტაცებულია ეს სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს დაბრუნებაზე თუ ქუდზე კაცია საჭირო, ქუდზე კაცი ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ. სამეგრელოს მაინც განსაკუთრებული როლი ჰქონდა ყოველთვის. ყველა ეპოქაში, ყველა პერიოდში და მე მინდა ქუჯის სახელით, სამეგრელოს დამფუძნებელი მამის სახელით, ყველა შეუგუებელ ქართველს, სახელმწიფოს საფუძველს მოუწყვეტელ ქართველს კიდევ ერთხელ ბრძოლისკენ მოუწოდო და გამარჯვებისკენ მოუწოდო. გამარჯვებისკენ მეგობრებო. მალე დადგება, ძალიან მალე დადგება ეგ ამბავი. ვალუთ. მადლობა გია. და მე მინდა ეხლა სცენაზე ვთხოვ ადამიანს, რომელიც სხვათა შორის არის მეგრელების სიძე. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. მოგესალმებით, ჩემო სამეგრელო. მოგესალმებით და ჩვენს ერთიანობას, ჩვენ გამარჯვების ჟინს გაუმარჯოს. როცა ადამიანი სამეგრელოში ხარ,
განსაკუთრებით გევსება სული სამშობლოს სიყვარულით, იმიტომ რომ სად თუ არა აქ შეიგრძნობა პატრიოტობა, სად თუ არა აქ შეიგრძნობა თქვენში თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც გადაარჩინა საქართველოს ამ 12 წლის მანძილზე და დიდი მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის. დიახ, იმ ურთულესი 12 წლის მანძილზე, როცა უნდათ საქართველოს შეტრიალება და რუსული გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ თქვენმა ბრძოლამ, თქვენმა დაუღალავმა შრომამ შეინახა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს. მინდა თქვენთან ერთად მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ღიად უნდა ვთქვათ, მან თანამედროვე საქართველოს შექმნა და მადლობა აქედან მას ამ დიდი საქმისთვის. პირობას ვდებთ თქვენს წინაშე, რომ 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებასთან ერთად ჩვენ ვიზეიმებთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. იმიტომ რომ მიშა სჭირდება საქართველოს, მისი ენერგია სჭირდება საქართველოს, მისი გამოცდილება სჭირდება საქართველოს, მისი ხედვა სჭირდება საქართველოს. აი ეს დიდი ენერგია სჭირდება, რომელიც დუღდა ამ ქვეყანაში 2012 წლამდე. მინდა განსაკუთრებით მივესალმო გმირი შვილის გმირ დედას, ქალბატონ გიულის. წამოუდგეთ ფეხზე და დაში დაუგრათ ქალბატონ გიულის. დიდი მადლობა თქვენ ამ გაძლეობისთვის. არ იმსახურებთ იმ ტკივილს, რომელიც ახლა გაქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველანი ერთად ვიზეიმებთ მიშას თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებასთან ერთად. ჩემო ძვირფასებო, ურთულესი და უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროკავშირში, მეორე მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში. ერთ მხარეს არის განვითარება ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის დიდი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხარეს კი არის უმძიმესი რეალობა, რომელიც შეიძლება დადგეს აქ. შესაბამისად, 26 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. წარმოუდგენელია საქართველოში ლაჩრობამ გაიმარჯვოს. წარმოუდგენელია საქართველოში სიმხდალემ გაიმარჯვოს. საქართველოში გაიმარჯვებს პატრიოტიზმი, საქართველოში გაიმარჯვებს რწმენა იმის, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, ღირსეული წევრი ევროკავშირის. მეგობრებო, ჩვენ ევროკავშირი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის. ევროკავშირის პერსპექტივა ნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტს, როგორც ყველაზე დაცულ პასპორტს მსოფლიოში. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს 14 მილიარდს, რომელსაც მოვიზიდავთ საქართველოში. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს განვითარებულ სოფელს და ქალაქს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ღირსეულ განათლებას ჩვენი შვილებისთვის. ევროკავშირის წევრობა და ამ გზაზე სვლა ნიშნავს 14 მილიარდს, რომელიც მოხმარდება ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ პროექტებს, განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, მოვიზიდავთ უზარმაზარ ინვესტიციებს ამერიკიდან, ევროპიდან, შემოვიყვანთ დიდ კომპანიებს, გავაგრძელებთ იმ აღმშენებლობას, რომელიც იყო ამ ქვეყანაში. 14 მილიარდს, რომელიც ყველა ოჯახში მივა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს, სადაც მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება, 3500 საშუალო ხელფასი იქნება საქართველოში. ეს 14 მილიარდი დაგვიბრუნებს ჩვენს ემიგრანტებს სამშობლოში, გააერთიანებს ოჯახებს, მშობლები და შვილები ერთად იცხოვრებენ ნორმალურ, ბედნიერ საქართველოში. აი ეს პერსპექტივა გვაქვს ჩვენ ყველას ერთად. მეორე მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გვეუბნება, რომ არა თურმე ამაზე უარი უნდა ვთქვათ. იმიტომ რომ მას სხვაგვარად სურს. იმიტომ რომ მას უნდა რომ თვითონ იყოს ბედნიერი ხალხი იყოს უბედური. იმიტომ რომ მას უნდა რომ ის და მისი გარემოცვა იყოს ზემდიდარი ხალხი იყოს უკიდურესად გაჭირვებული. მე ვსვავ კითხვას. მუდმივად ივანიშვილი საუბრობს 2012 წლამდე პერიოდზე. კითხვას ვსვავ, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ 12 წლის მანძილზე? რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? აი მოდით ჩამოვთვალოთ რა მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ქართულმა ოცნებამ მოიტანა კორუფცია, ქართულმა ოცნებამ მოიტანა სიღარიბე, ქართულმა ოცნებამ მოიტანა მილიონი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში გახიზნული,
ქართულმა ოცნებამ მოიტანა დემოგრაფიული კატასტროფა, ქართულმა ოცნებამ მოიტანა ნარკომანია, ქართულმა ოცნებამ მოიტანა უბედურება და რაც ყველაზე ცუდია, ქართულმა ოცნებამ მოიტანა რუსეთი ამ ქვეყანაში. აი ეს არის რაც მათ მოიტანეს. ჩვენ კი მოგვა კეთილდღეობა, ევროპა, განვითარება, 14 მილიარდი, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო და აი ამისთვის ვიბრძვით ჩვენ ყველანი. მეგობრებო, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ღია თქვათ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის ერთადერთი ალტერნატივა დღეს საქართველოში. და მოდი გულწრფელად გამოუხდეთ ერთმანეთს. დღეს რეალურად ორი გზა, ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს. ერთი არის ბიძინა ივანიშვილის გზა მონობისკენ, მეორე არის მიხეილ სააკაშვილის გზა თავისუფლებისკენ. დარწმუნებული ვარ, არჩევანს გავაკეთებ თავისუფლების და გამარჯვების სასარგებლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ ავაშენებთ საქართველოს, სადაც ბედნიერად იცხოვრებს ქართველი ხალხი. მე მჯერა, რომ აი აქედან 100 თუ ისე შორს არის ჩვენს მიერ აშენებული იუსტიციის სახლი. რამდენიმე წელში თქვენ ყველანი იქ მიხვალთ და აიღებთ ახალ ევროკავშირის წევრი საქართველოს პასპორტს. მე მჯერა, რომ სოხუმში და ცხინვალში ჩვენ ავაშენებთ კიდევ უფრო დიდი იუსტიციის სახლს, სადაც ასევე გავცემთ ევროკავშირის წევრი საქართველოს პასპორტს, გავაერთიანებთ ჩვენ სამშობლოს და ვიცხოვრებთ ბედნიერად ცივილიზებულ სამყაროში, ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად. და ბოლოს ერთი რამ მინდა გითხრათ. ქართული ოცნება მარცხდება. მარცხდება და მთავარია რომ ეს ჩვენ დავიჯეროთ და უთხრათ თელ საქართველოს. მათი დრო დამთავრდა ამ ქვეყანაში. დადგა დრო გამარჯვების, დადგა დრო წინსვლის, დადგა დრო განვითარების. საქართველოს გავმარ? გენაცვალეთ, დიდი მადლობა, მიყვარხართ და თქვენს ხელთ არის ყველაფერი. 26 ოქტომბერს ყველანი ერთად ვზეიმობთ დიდ გამარჯვებას. დიდი მადლობა. ადამიანი, რომელიც მე ხლა მინდა სცენაზე მოვიწვიო, იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც ღიად ხარი დამიჭირა, როდესაც მე საუბრობდი საქართველოს პარლამენტში მეგრული, სვანური, ლაზური და წოვათუშური ენების გადარჩენაზე. ზუგდიდის და სამეგრელოს ძალიან დიდი გულშემატკივარი, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაიას სცენაზე. მე მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა ყველას აქ, ვინც აქ არ არის, ვინც 12 წელი გაუძლო იმას, რასაც უძლებთ დღემდე. მადლობა იმ სითბოსთვის, რომელსაც ვიღებთ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ჩამოვდივართ ზუგდიდში. და სულ მინდა ეს სითბო გამოვხატო ისე ღრმად, როგორც მე ამას ვგრძნობ. და როდესაც სოხუმიდან ჩამოვდიოდი დედულეთში აქ, ბებია ჩემი ასე გვეფერებოდა. სკან გოლუაფირო სკან ბები. ჩემი თამარა ბებია მეფერებოდა ასე და თქვან გოლუაფირო ჩქი მარგალეთ. აი ეს სითბო რაც ამ სიტყვაში დევს, ეს მინდა იგრძნოთ ყველამ. იმიტომ რომ ჩვენ ერთიანობა და ერთიანობით სითბოს გაზიარებით გავიმარჯვებთ. იმ რწმენით, რომ შეგვიძლია ენგურს გაღმა მყოფ ადამიანებსაც უთხრათ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. და თუ ვინმე დაგვიშავა ჩვენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. რუსეთია ჩვენი მტერი, აფხაზების მტერი. რუსეთი გვიღობავს ყველას გზას იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა. რუსეთი ანადგურებს სოფლიოში მშვიდობას. რუსეთმა აქ ენგურზე გაგვიჩინა ოკუპაციის ზოლი, რომელსაც ჩვენ წავშლით აუცილებლად. მე მინდა ერთი რამე ვთქვა. მიხეილ სააკაშვილის თავის წიგნში ძალის გამოღვიძება ძალიან დეტალურად აღწერს. ჯერ კიდევ 40 წლის რო არ იყო ისეთი ახალგაზრდა პრეზიდენტი,
როგორ დადიოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, არა ევროპაში, არა ამერიკაში. აფრიკის არც ერთი ქვეყანა არ დაუტოვებია, იმიტომ რომ რუსეთის ბოროტება არ ეღიარებინათ საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ აი ამ კარდაკარ სიარულის დამსახურება ის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში. და ამ ტერიტორიული მთლიანობის გარანტი სწორედ ევროპა და ევროკავშირია. ამიტომ მე მჯერა 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა მივყვებით ამ გზას, კარდაკარ შემოვივლით ყველა ჩვენ მეზობელს, მეგობარს, მივიყვანთ არჩევნებზე და მივაცემინებთ ხმას ჩვენი გამარჯვებისთვის და ჩვენი გამარჯვება ერთიანობაშია. ჩვენი გამარჯვება 5 ნომერშია. მე მაქვს ამის გამოცდილება, თუ რას ნიშნავს შენ ხალხთა სიარული, ეს ხალხთა სიარული, ხალხის დაკავშირ ყოფნა, ხალხის სიყვარული, ხალხის ემოციები. და მე ეს კაცი თვითონ ჩაიკეტა გალიაში და მე ჩამკეტა გალიაში. მე მკეტავ გალიაში, იმიტომ რომ მან იცის ძალიან კარგად, რამხელა მხარდაჭერა ვარ და როგორ მიყვარს მე ჩემი ხალხი და როგორ უყარვარ ჩემ ხალხს. და თვითონ არის გალიაში ჩაკეტილი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის თუ როგორ ეზიზღება ეს იცის. და ამ ზიზღსად დამსახურება უნდა და ამ სიყვარულსაც რომელში მოვიყვანე დამსახურება უნდა. მე ერთი ლირიული გადახდა მინდა მოხამათენ დაესახება ჩვენს საქმეს, რომელსაც იხილა. აგერ ჩემს უკან არის ჩემი დიდი ბებიის თამარ აბაშიძის ფოტო. თამარ აბაშიძის მამა ბიბო აბაშიძე იყო მაშინდელი საქართველოს რევოლუციამდელი ყველაზე დიდარი ადამიანი და კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდარი ადამიანი. ის იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. განსხვავებით ის იყო ზემოიმერეთიდან, ისევე როგორც ჩვენი ერთი ნაცნობი არ გავასახელებ. განსხვავებით ივანიშვილისგან მან რამდენიმე რომელსაც დახურა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბათუმში, მან რამდენიმე 1000 ქართული ახალგაზრდა გააგზავნა ევროპაში სასწავლებლის მისაღებად, სწავლის მისაღებად. ის იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, როგორც მას ეს ესმოდა, ივანიშვილი ანგრევს საქართველოს დამოუკიდებლობას და ახმას ამას თავის ფულს. ის საბოლოო ჯამში თამარის მთელი ოჯახი, თამარ მე გამზარდა, მაგრამ მთელი ოჯახი გადაყვა, მათ შორის მამამისი გადაყვა რავალის ბანაკებში ყოფნას და მე მკვიდრეობით მაქვს კომუნისტების და მათი ნაშიერების, ძველი ბოლშევიკების და კორუმპირებული ელიტების მიერ დევნა და ციხის ქრისტოსებს მიღმა ყოფნა. მეც მიწია ჩემი ოჯახის ამ კარმა. მე ამას იმიტომ ყვები, რომ დღეს აქტუალურია ბოდიშების გადახდა და მე მინდა ვთქვა იმაზე, რომ საქართველოს არასდროს არ გადაიხდის, არ მოიხდის ბოდიშს. დღევანდელ სოფლიოში სისუსტის და ბოდიშების მოხდის დრო არ არის. დღეს არის სიძლიერის და საკუთარი სამართლის გატანა. მე დღეს ვახებ დილიდან ნიუ-იორკ ტაიმსის სტატია, სოფლიოს ყველაზე პოპულარული გაზეთი, სადაც სლათარო ციტირებული მათ შორის ჩემი ცილა და იმათ ციტირებული ივანიშვილიც, რომელიც ყვება, რომ საქართველოს დაიწყო ომი. თუ საქართველოს დაიწყო ომი და ეს ნიუ-იორკ ტაიმსის დონეზე გადის, ესე იგი სოფლიოში გადის, ესე იგი დაიწყო პროცესი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების დანარჩენი სოფლიოს გამო. მთელი სოფლიოს კონტინენტები მოვიარე, სადან ჩავედი, ვისაც ჩავეხუტე, გამოვიყენე ჩემი ესპანური ცოდნა, ჩემი კავშირები, დაუნგვეგობდი ლათინოამერიკულ ლიდერებს, ოკეანის ლიდერებს და იმისათვის, რომ არ აღიარების პოლიტიკა კბილებით დაგვეჭდა. ჩვენ ჩამოვიყვეთ ევროკავშირის მისია, რომელიც სწორედ იმის მოწოდებული ჩვენი ხალხი არ გაიტაცო და ხაზს აკონტროლებს. და ესენი ამან ერთი ხაზის მოსმი, ერთი განცხადებით გადაუსვა ყველაფერს პრაქტიკულად ხაზს. მე მინდა თქვა, რაზე არ მოვიხდით ბოდიშს არასოდეს. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ დღევანდელი ახალგაზრდა თაობები აღარ იხდიან 15-20-30,000 ჯამს და გამოცდებს აბარებენ ერთიანი ეროვნული გამოცდით და ბლატის გაიშო ხდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ გაიგავა უქმეთ, რომელიც აწამებდა ჩვენ ხალხს და სისხლსროდა და ახალი პოლიცია და პატრულის შექმნით. მე არ მოვიხდი იმისათვის ბოდიშს, რომ ნულიდან შევქმნით ქართული ჯარი, რომელსაც ახლა ავიწროებენ, ამცირებენ და ეს ბოლო განცხადების სხვა არაფერი არ აქვს, რა ქართული ჯარებს შევიწროებენ და სადაც ჯარში შეაქცია ნეპოტიზმა და კორუფცია.
მე არ მოვიხდი ბოდიში იმისაც რომ ჩაბნერებულ ქვეყანაში დაუბრუნეთ სინათლე და ხალხს დაავიწყოთ თუ რა არის მეცხრე ბლოკი მისი გამართვა ჩართვა იმიტომ რომ კორუფცია დავასრულეთ კორუფცია რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ პრეზიდენტსა და მის ოჯახის წევრებსა და ასევე რუსეთის ჩუბაის და მაფიას შორის მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ პრაქტიკულად ქვეყანაში სიდადრის ენა იყო თავარი სალაპარაკო ეს გორის ტრასაზე ერთი ჩასავარდი ადგილი ახალგაზრდა ვიცარიცის ახალი ამდენი ავტობანი და ბევრი რაღაც ავაშენეთ და უნდა აღოშენებია ასევე და ვაშენებთ გომბოლის გვირაბს სვანეთის გვირაბს ასევე ვაშენებთ აჭარის გვირაბს ზემოთ და ეს გვირაბები რა მინდა უბრალოდ ხალხს შევახსენო რა შენდებოდა და რა აი ეს გვირაბი აი ეს გვირაბი შემდეგ მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ ლაზიკის პროექტის გაშენება დავიწყეთ და რასერჩი ამ ლაზიკას რატო გაანადგურეს გაუბედურეს ესე მე არ ვიცი მაგრამ მე არ მოვიხდი იმას ბოდიში იმისათვის რომ ქუთაისში პარლამენტი გადავიტანეთ და ქუთაისს მივაბეთ განვითარების პროექტი მათ შორის და ეხლა ნახეთ მდგომარეობაშია პარლამენტის მდგომარეობა და სად არის ის კარაკავა ჩვენ ვაშენებთ წყალტუბოში ზუსტად პაკეტბადენის დიდი აბანოების კარაკავას და ეხა იქ არის ხრიოკი. იმიტომ რომ ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში ყველა უგლებრის სანატორიუმი და რა თქმა უნდა კურხივით აზის და არც არაშენებს როგორც ლაგუნავერაძე და ის ობიექტებს რომელსაც რასაც ეხება ეს კაცი ყველაფერს კლავს. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ აჭარის სეპარატიზმი გავუყო. აი აფეთქებული ჩოლოქის ხიდი. სადაც ეხა ზურაბ-ჯვანიას ხიდი ქვია, სადაც ეხა ჩაოლებურად ჩადის უამრავი ქართველი და მაშინ ვიღაც ტონტონმაკუტები აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ და ამცირებდნენ სხვადასხვა უაზრო კითხვებით და ზოგიერთს უკანაგურებდნენ და ზოგიერთს იჭერდნენ. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ დავასრულე აჭარული სეპარატისტული რეჟიმის მმართველობა და აჭარა დაუბრუნოს საქართველოს. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ ჯავახეთი დაუბრუნოთ საქართველოს. თუ ჯავახეთი ვერ შედიოდა ერთი ქართველი პოლიციელიც კი აღალაპარაკობ ჯარზე. ჯავახეთი სადაც ავაშენეთ გზა, ჯავახეთი სადაც შეუყვანეთ ქართულის მასწავლებლები, ჯავახეთი სადაც შევიდა ქართული ეკლესია, მეუფე ნიკოლოზი და მისი მრევლი. ჯავახეთი სადაც მოსახლეობა მიიგრძნო რომ ის არის საქართველოს ნაწილი. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ ბათუმი სასწაულის შექმნით რომელზეც თემი მსოფლიო ლაპარაკობს და რომელიც იყო ერთი გაუბედურებული ყოღოებით შეჭმული განადგურებული ქალაქი რა თქმა უნდა ძველი შტალინით და პეცით კარგი ხალხით მაგრამ განადგურებული და ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სასწაული და საქართველოს მთავარი სიამაყე. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ სანდრასთან ერთად გავაკეთეთ სანდრამ გააკეთა რა თქმა უნდა სკრინინგის პროგრამა რომლითაც მრავალი ათასი ქართველი ქალი გადარჩა სიკვდილს კერდის კიბოთის. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის რომ უამრავი ახალი საავადმყოფო ავაშენეთ და ეს საავადმყოფოები და უბრალოდ ბოდიში ვიხდი იმისათვის რომ ვერ მოვასწარი ის გაკეთება რომ აი საავადმყოფოები ქუთაისის ცენტრის გასწრა მე არ მოვიხდი ამ ცენტრისთვის 150 სხვა საავადმყოფოსთვის ბოდიში სამწუხაროდ ჩვენ მეურნეობები ვერ გავაკეთეთ, რომ ყველა აბსოლუტურად ყველა ავადმყოფობა და ყველა წამალი მთლიანად გადაფარული იყოს, იმიტომ რომ არ გაგხსოვდეს. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისაც, რომ ქართული მეურნეობა გადავალერჩინეთ, ავაღორძინეთ და თელ სოფლიოს გავაცანოთ. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ საქართველოს პოპულარიზაცია მოახდინეთ თელ სოფლიოში. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ პენსიების მრავალთვიანი დავალიანება დავხარეთ და პენსიები საქართველოში გავზარდე არცჯერ. მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ როცა ყველა დამცინოდა 50000 და ტურისტების რაოდენობა ავიყვანე 6 თუ 7 მილიონამდე. არავის არ ეკონა რომ ეს ერთი რამე შესაძლებელი იყო. მე არ მოვიხდი ბოდიში რაც ქუთაისის აეროპორტისთვის და რა თქმა უნდა არც ფოთის აეროპორტისთვის, რომელიც უნდა აშენებული იყო ფოთი ლაზიკას აეროპორტი და არ აშენდა მხოლოდ იმის გამო, აი ხა ეს მდგომარეობაშია, რომ ეს სახრალი ხელი რუსი ოლიგარქის შეეხო და ეს გაჩერდა. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ საბაჟო სისტემა შევქმნით ახალი და მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ კრიმინალი მოსდეთ ქუჩაში და ყაჩაღობა და აღარ გვეშინია ბავშვების გაშვება ქუჩაში, აღარ გვეშინია ქუჩაში. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ კორუფცია აღმოფხარეთ და ხელში არ შემოყურებს ყველა და ყველაფერ ამისთვის მე არ მოვიხდი ბოდიში. არასდროს არ მოვიხდი ბოდიში, იმიტომ რომ ჩვენ და მე
მას ამართება სწორედ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შევწერთ. არაფრის შუაში არ არის აქ ეს შეთითქმული საქმეები. და მე ერთი რამ მინდა ვთქვა. ჩვენ ის რაც ახლა გაგვიკეთეს ამ ბოდიშის მოხდის თემი. ეს არის პირდაპირ საქართველოს ჩაბარება რუსეთთან. მე არ მოვიხდი ბოდიში იმისაც, რომ თანამედროვე ევროპული თბილისის შექმნით გაუბედური განადგურებული ქალაქიდან ისტორიული ცენტრი ავადგინეთ. მე არ მოვიხდი ბოდიში ბაგრატის აღდგენისთვის, ნეკრესის აღდგენისთვის, ფოთის ტაძრის თეატრის ფოთის თეატრის აშენებისთვის და თეატრისთან ტაძრის ისევ აღდგენისთვის. რაზეც ბევრი მაკრიტიკებს დღესაც, მაგრამ მე არ მოვიხდი ბოდიში იმისათვის, რომ ქართულ ეკლესიასთან კონკორდატი მოამზადე თავის დროზე და პატრიარქთან ამას ხელი მოაწერე. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ეს იყო საეროდის და სულიერი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. იქნებ როცა მოხდია გვეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო. იქნებ ბოდიში უნდა მოვიხადო ჯალალედინს. იქნებ ბოდიში ამავე ლოგიკით. იქნებ ბოდიში უნდა მოვიხადო აღამახმას მობოდიში მოვიხადო შაჰაბას რა თქმა უნდა. ესე იგი ყველას ვინც საქართველოს ანადგურებდა, ბოდიში უნდა მოვიხადოთ როგორ გააბერეს ქართველებმა და როგორ მოაწყეს მაგალითად ბახტიონის აჯანყება. ეს პროვოკაციაა ხალხი. როგორ დიდქო ეს იყო ყველაზე პროვოკაცია საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ყოლია სუსტი მმართველობა. საქართველოს არასოდეს 1000 წლოვანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა და სხვა ჯერ ნიუ-იორკ ტაიმსი ამას ეს ჩემი პროგრამული არასდროს არ ყოფილა ყოლია მოღალატე მმართველი, რომელიც თვითონ აბარებს ეს ქვეყანას. აი წარმოგიდგენთ დღეს როგორ ვიყურებენ ჩვენი მეზობლები, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები. თვალები ან გადიდებული და ყურებს არ უჯერებენ. იმიტომ რომ ყველა ამას უდგას ტერიტორიული წინააღმდეგობის პრობლემა და საკუთარი ნებით ჩაბარება საკუთარი ტერიტორიული წინააღმდეგობის ეს ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან ბევრი ვიღაცა, მაგრამ ესეთი რომ აზრათაც არ მოუვა არავის. ეს სომხეთის ლიდერმა გამოაცხადა, რომ ის სომხეთის მთავრობა რუსეთი მათ უწყობდა სამხედრო გადატრიალებას და სამხედრო ძალით გარევას აპირებდა სომხეთში. ესე იგი, რუსეთთან არის დაკავშირებული არეულობა და უბედურება. ევროპასთან არის დაკავშირებული სტაბილურობა და სიმშვიდე, თუნდაც ევროპული მისია მოგეყარებინათ მაგალითად, რომელიც იქ საზღვარზე, ეგრეთ წოდებული საზღვარზე აკონტროლებს იმას, რომ არ იყოს კიდე მეტი უბედურება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება. თბილისელები ატარებენ თავის დროის უმეტესობას დედაჩემი როცა ჩემთან მოდის, წინ და უკან უნდა აქ მოსვლას ამ მიუამედან და საათზე მეტი დრო. რო აქ როაცდებენ ეს გეცალკეთ. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ეს პროცესი ხდება ერთ-ერთი მიზეზის გამო. ჩვენ გაშენებული ქონდა თბილისის შემოვლითი გზა, სათავის ბოლო რაღაც მეტრები იყო დასასრული ესტაკადისკენ აი ხავდება. აი ეს გზა რომელიც გააჩერა ივანიშვილმა და კალაძემ, აი ეს ხიდი გააჩერეს ივანიშვილმა, ეს ხიდი ვებსა და ვებსა და მოხმეზე და ეს იყო ესო გაკეთებული, აი ეს გაკეთებული. და ეს გზა ამუშავდეს. ეს გზა ამუშავდეს. ეს გზა ამუშავდეს. ჩვენ საქართველოში დღეს გვექნებოდა თბილისში საერთოდ გვექნებოდა არანაირი საცობები. აი ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. ძალიან გაძვირდა თბილისში ბინები. სხვა საკითხი რო არც იყიდება, მაგრამ გაძვირდა. რატო გაძვირდა? ძალიან მარტივია. ქალაქის მერის მეჯვარი არის თავარი ჩენებელი და დეველოპერი. მას აქვს საუკეთესო მიწისნაკვეთები, ის იჭერს მოკარტელულ ფასებს ბინებზე და ის ელოდება, რომ ის სპეციალურად არ უწევს ქვემოთ ფასებს, რომ არ იყიდონ, ელოდება სანამ შემოვა რუსი, ნებისმიერ სხვა ევროპელი ადამიანი, მაგრამ ქართველებისთვის ის აღარ არის. რას გავაკეთებთ ჩვენ იმისაც, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. ერთი მოსკოვის მონოპოლიებს, ფასების მონოპოლიებს. ეს ფასები არის ხელოვნურად ამხელებდებს, ჯერ ერთი მიგვამეს რუსეთის ბაზას, სადაც აქვს ინფილტრაცია, ძირითადი იმპორტი მიმდინარეობს რუსეთიდან და იქ ფასები ძალიან დიდი. მეორე, რასაც ეს იქნება გაბეგრა საბანკო ზემოგების და ამის ხარჯზე საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისადმი და ამის ხარჯზე ყვეთა შემცირება ორჯერ სამჯერ საკრედიტო თვითის უცხოელი ადამიანის ვისაც კრედიტი აღებული იპოთეკა და ასე შემდეგ ჩვენ შეგვიძლია
არბიტრაჟ და ალტერნატიულ დავების გადაწყვეტის თემას და ასევე ყველა ბიზნეს დავა საქართველოს გადაწყვეტა 2 კვირაში. არის 3 და 4 წელი. 2 კვირაში იმ სასამართლოს მიერ, სადაც ხელმძღვანელები იქნებიან უცხოეთი და მოწვეული მოსამართლეები. ჩვენ ანტიკორუფციის სამსახურში ნამდვილად დღეს არის რაშდენი ანტიკორუფციის სამსახურის ხელმძღვანელი, რაშდენა აღარ იქნება ხელმძღვანელი, რაშდენას ნაცვლად იქ იქნება ევროკომისიის მიერ დანიშნული. ქართველი, მაგრამ ევროკომისიის მიერ შერჩეული არანაირი პოლიტიკური ნიშნით, ამიტომ გამორიცხული იქნება კორუფციას და ბრძოლის დროშის ქვეშ პოლიტიკური გრემა. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენ ემიგრანტებს. ჩვენ შევხვდით 1 მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად და 1 მილიარდ ევროიან უბრალოდ უგას მოდის რაზეა დავაპარაკე ევროკავშირთან ერთად, იმიტომ რომ ევროკავშირის აქ ინტერესს როს ემიგრანტები არ დაბრუნდნენ და ჩვენ გავაკეთეთ იმას, რომ შევხვდით სამინისტროს სპეციალურს ემიგრანტების დაბრუნების. მე არ მოვიხდი არასდროს ბოდიშს ბევრ თემაზე, არ მოვიხდი ბოდიშს მაგალითად ულამაზეს დროშისთვის და ჰიმნისთვის, მაგრამ ასევე არ მოვიხდი იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს. ჩვენ მივახცეთ იმას, ეს საავადმყოფო ხო ავაშერეთ, მაგრამ ერთნებს იცით რამდენია 300, 300, 400 ლარი, 500 ლარი, გული მისხდება, როცა ამას უყურებ. ჩვენ სამინისტრო პერსონალს ჩვენ მეკითხებასინოქოს ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია, როდესაც საქართველოს გადაიქნა იმათ, როგორც მე დავგეგმებ, თავის დროზე რა გეგმა მქონდა, რომ სამედიცინო ხაბი, როგორც თურქეთია, ეს თურქეთზე ბევრად უფრო მიმზიდველი, კონკურენციაში შესული, სახელმწიფო სუბსიდირებით ყველა ექიმის გადამზადება და პერსონალის უცხოეთში, ესე იგი ენის სწავლა, ახალი ტექნოლოგიების აკეთება და ხელფასების პროექტი მომატება. ჩვენ ასე უნდა შემოვიღოთ მინიმალური ხელფასი და გამსაქმებლებს უნდა კომპენსირება გაუკეთოთ, ვისაც არ შეუძლია მინიმალური ხელფასი გადახდა კომპენსაცია გაუკეთოთ სახელმწიფო სუბსიდიის მხრიდან და ჩვენ გვჭირდება ჩვენ უნდა ვხალხდეთ ერთი გადასახადის ქვეყანა, რომ არ იყოს მანიპულირების და ბოროტად გამოყენების საშუალება. ასე რომ ძალიან დიდი და მასშტაბური გეგმები გვაქვს. მე მართლაც ჩვენი ქვეყანა არის უძღვარი და არ იმსახურებს იმას, რაც რა მდგომარეობაში ახლა არის. ჩვენი ქვეყანა იყო ქვეყანა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ცეკვავდა მაიდანზე ჩვენ მოცეკვავებთან ერთად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მეგობრებო, აბაკოეთი გავიმარჯვებთ სახელოვნად წარმატებები და ყველაფერი იქნება უმაგრესი. ძვირფასო მეგობრებო, ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ალბათ დიდი ხანია სცენაზე არასულა, თუმცა ნებისმიერ ჩვენთაგანს, განსაკუთრებით სამეგრელოში. ის ყველას ახსოვს და ის ყველას უყვარს. მე არ მახსენდება არც ერთი თავყრილობა, შეხვედრა თუ დაბადების დღე თუ ქორწილი თუ რამე, სადაც სამეგრელოში მისი სიმღერების გარეშე არც ერთი ღონისძიება არ არსებობს უბრალოდ. ლეგენდარული, მართლა ულამაზესი, უმშვენიერესი ნანა ბელქანია. Алло. ისმის? მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემო სამეგრელო. ძალიან მიყვარს ჩემი სამეგრელო და ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ვიქნებით მომავალი ბედნიერი საქართველო გვექნება და ვიცხოვრებთ ბედნიერად. გისურვებთ ამ ბედნიერებას. და მინდა გიმღეროთ ჩემი მეგრული სიმღერა, რომელიც ისევ ამ სიყვარულმა დამაწერინა სამარგალო გვალო შხვარე.
შადო თუთა ჩიმი დადო ჩიმი მომარე ონა ნანანი ავდა დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის. შევხვდებით 26 ოქტომბერს. გამარჯვებამდე.